რუსთავიორის ღია მხარდაჭერას უკავშირებს აფხაზეთის ხმა რადიოსადგურის გათიშვას დღეს გადაწყვეტილება შეიცვალა და აფხაზეთის ხმას მოუწყებლობა აღუდგება დავალიანების დასაფარავად კი ვადა ერთი თვე აქვს. რადიოს ეთერი განახლდება, თუმცა ჟურნალისტები უკვე საუბრობენ ახალი ასოციაციის შექმნაზე, რომელიც ასეთ შემთხვევებში მედიის უფლებებს დაიცავს. აფხაზეთის ხმა ის ქართული რადიოა, რომლის მოუწყებლობაც ოკუპირებულ რეგიონებზეც ვრცელდება. ორი დღეა ამ სტუდიაში არავინ არ არის. რადიო ცენტრის წყალობით რადიო გათიშულია. ორი დღეა არ მაუწყებლობს, თუმცა ხვალდილიდან რადიო აფხაზეთის ხმას მაუწყებლობა აღუდგება. მხარეთა შორის ორდღიანი მიმოწერის შემდეგ ტელერადიო ცენტრმა კომპანიას დავალიანების დასაფარავად ერთთვიანი ვადა მისცა. სპეკულაციების თემა რო არ გახდეს პოლიტიკური, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი თვის ვადით მათ აღუდგინოთ მომსახურება, იმ პირობით, რომ ისინი ამ ვადაში აუცილებლად ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს შეასრულებენ. აფხაზეთის ხმა მითი არ სპეკულირებს, უბრალოდ ჩართვა მოხდა იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს. ტელერადიო ცენტრის გადაწყვეტილებას მაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებით რადიო აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმ ღია მხარდაჭერას უკავშირებს, რომელსაც ბოლო პერიოდში რუსთავიორის მიმართ გამოხატავდნენ. ლაშა ბერულავა გადაწყვეტილების უკან პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სივრცის თემატიკა უდიდესი ნაწილი ეთმობოდა რუსთავიორზე ხელისუფლების ზეწოლის ასახვას. ეთმობოდა იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და ეთმობოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რეალობას, რომელშიც აქვს ხელისუფლება ჩავარდნა. ტელერადიო ცენტრის გადაწყვეტილების მიღებამდე კი რადიოსათვის მაუწყებლობის შეჩერების ფაქტზე კომენტარებს, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებდნენ. პოლიტიკურ საკითხად ამის წარმოჩენას მე მგონი ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური. პოლიტიკურად არავითარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში არ არის, ასეთი თავისუფალი სიტყვა არასოდეს ყოფილა საქართველოში. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს არჩევნების წინ გაანთავისუფლოს მთლიანად მედია კრიტიკული აზროვნებისაგან და თავისუფალი აზროვნებისაგან, რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი და მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეეჩეროს მისი ეს ქმედებები. რადიო აფხაზეთის ხმას სოლიდარობა სხვადასხვა ქართულმა მედია საშუალებებმა გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა მსგავსი შემთხვევების დროს მედია საშუალებების დასაცავად მძლავრი მედია ასოციაციის შექმნის ინიციატივაც წამოაყენეს. აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას მძლავრი ორგანიზაცია, მაგალითად რადიო ასოციაციის მიმართულებით, ვინც გზავს საკითხებზე აქტიურ ლობირებას გაუწევს მაუწყებლებს. როდესაც ერთ კონკრეტულ მედია საშუალებას მიუხედავად მისი პოზიციისა ექმნება საფრთხე ის სუბიექტურად იჩაგრება რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის ან არ ვიცი, თუნდაც კერძო პირის მხრიდან და არსებობს საფრთხე, რომ მას შეექმნას მუშაობის დროს პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველა უნდა უჭერდეს მას მხარს. მცირე დავალიანების გამო, თან მით უმეტეს თუ ამბობენ, რომ რესტრუქტურიზაციას ითხოვენ, მე ვფიქრობ, ანზის მხრიდან კარგი იქნება, თუ შემოხვედრე ნაბიჯები გადაიდგება. რადიო აფხაზეთის ხმა სამეგრელო აფხაზეთის ტერიტორიაზე 2007 წლიდან მაუწყებლობს. 2008 წლიდან კი მისი დაფარვის ზონა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ეს არის ერთადერთი მედია საშუალება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მაუწყებლობს.